მოგესალმებით ყველას, ვინც გადიხართ ამ მოგზაურობას, ვინც უკვე გადიხართ და ვინც ახალ შემოგვიერთდებით. მოგზაურობა საკუთარი თავისკენ. ვაგრძელებთ სიარულს ახალი სართულებისკენ, ახალი განზომილებისკენ. ხსნით ახალ უჯრედულ მეხსიერებას, რომელშიც თქვენ შეიცნობთ თქვენს თავს. იხსენებთ თქვენ პირველად არსებას, პირველად ენერგიას, საიდანაც ჩვენ მოვედით. ჩვენ ყველანი დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან. ერთი მთელი ვართ შემოქმედის, გამრავლებული მრავალ სხვადასხვა ცნობიერად, რომელიც ერთი მთელია. ყოველი უჯრედი იღვიძებს და იზრდება, იხსნება და ივსება სინათლით. სინამდვილეში აქ ჩვენ, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტს გავდივართ, მიზანმიმართულად მოათავსეს ბნელში, რომ როგორ გავიხსენებდით ჩვენს წარმომავლობას. ასეთია თამაში. სინამდვილეში ჩვენ აქ სიზმარში ვიმყოფებით. რეალური სამყარო არის ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი. ეს არის ის, რაზეც ალბათ ფიქრისაც გვეშინია. ცნობიერ სინამდვილეში შეუძლია იყოს რამდენიმე ადგილას ერთად. როცა თქვენ იზრებით რომელიმე მოგონებაში, თქვენ ამას განიცდით წერტილში აქ და ახლა. გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ორ ადგილას ერთდროულად. ფიზიკურად ვიმყოფებით ერთ ადგილას და ამ დროს თუ ვფიქრობთ სხვა ადგილზე, ჩვენ განვიცდით მას. ჩვენი ტვინი ასეა მოწყობილი, ის არ ხედავს განსხვავებას. ჩვენი რეალობა არის აქ, სადაც არის ჩვენი ფიქრები. დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა, რომ თქვენ თუ რამეს წარმოიდგენთ, თქვენ მოაქციეთ თქვენი თავი იმ ადგილას და თქვენი უჯრედები და მთელი სხეული განიცდის იმ გამოცდილებას და ეს მისთვის რეალურია. ადამიანი, როცა გაუცნობიერებლად იწირება მოგონებებში, ნეგატიურში, აიძულებს თავის უჯრედებს გამოსცადონ ისევ და ისევ ის მდგომარეობა. უჯრედებისთვის ეს ხდება აბსოლუტურად რეალური. მიიჩნევს ნორმად და ახორციელებს მას სამყაროში. ესე ეწყობა სიტუაციები, რომ რეალურად სრულდება. იმიტომ რომ ჩვენ ვართ შემოქმედნი, რაც დავივიწყეთ და უბრალოდ ვთამაშობთ. სინამდვილეში ჩვენი ტვინი ყველაფერს განასახიერებს, რასაც ვუღრმავდებით. ჩვენ იმდენად მრავალმხრივი არსებები ვართ, რომ რასაც წარმოვიდგენთ, ის არის რეალური. ცუდი თუ კარგი, ის არის რეალობა. ამიტომ მიადევნეთ ყველაფერს თვალყური, სად იმყოფება თქვენი ცნობიერი, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ფიქრების ხარისხი. მინდა ცოტა უკან გადავხედოთ წინა შეხვედრებს. ზოგადად მინდა რომ შეასრულოთ ის ყველაფერი, რაც წინა გაკვეთილებში ვისაუბრე. ანუ თუ არ განთავისუფლდებით იმ ტვირთისგან, რითაც მომდივართ, რომელიც ჩვენ სულს უკანაა, ვერ გადავალთ, ვერანაირად ვერ გადავალთ ახალ რეალობაში. ნივთები, რომელზეც მიჯაჭული ვართ, რასთანაც გვიჭირს გამოთხოვება, ამ ყველაფრით უბრალოდ ვერ წავალთ წინ. დაგეწყებათ ძალიან ბევრი ეჭვები და წინააღმდეგობები. სწორად იქცევით თუ არა, სინამდვილეში როცა გაივლით გზას, მხოლოდ მაშინ გაიგებთ, გჭირდებათ ეს თქვენ თუ არა. მე უკვე გავლილზე ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. პირველი ნაბიჯები, რომ არ ვიყოთ, პირველი ნაბიჯებია ის, რომ არ ვიყოთ მიჯაჭული მატერიალურ სამყაროზე, იმიტომ რომ ეს არის ილუზია, ეს არის თამაში, გამოცდილება ამ სამყაროში, რომელსაც გავდივართ, მხოლოდ იმისთვის, რომ მიხვდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს. იყო ჩემს ცხოვრებაში სიტუაციები, რის მერეც წამოვიდა ძლიერი ტრანსფორმაციები. ერთხელაც ოდესმე ჩემს ცხოვრებას მოვყვები თავიდან ბოლომდე, სად რა რატომ ხდებოდა, ახლა ამ გადმოსახედიდან ზუსტად ვიცი, სად რა რატომ ხდებოდა. მოკლედ, ახლა ყველაფერი დაჩქარებულია. თუ ადრე ადამიანებისთვის ამხელა და ამდენი ტრანსფორმაციებისთვის საჭირო იყო 10 წლეულები,
და ძლივს გადიოდნენ რაღაცა საფეხურებს, ახლა 2-3 მაქსიმუმ 5 წელით საკმარისია გაიარონ ყველაფერი დაჩქარებულად და გავიდნენ ყველაზე სასიამოვნო რეალობაში მათთვის. რეალურად ძლიერია და ყოჩაღია ვინც ამ გზაზე დადგება. მას შანსი აქვს რომ სამსარას წრიდან გამოვიდეს, თუმცა იდეა ფიქსად არ უნდა გვექცეს ეს. სადაც დავასრულებთ, რა წერტილშიც იმ წერტილიდან მოვალთ შემდგომში. ამიტომაც სულ ვამბობთ რომ მე რაღაც როცა არ მაინტერესებს და სუსტად ვიცი რაღაცას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ის უკვე გავლილი მაქვს და ჩემს უჯრედებში წერია ამის გამოცდილება. ამიტომაც იყო რომ ბავშვობიდან სულ წიგნებში ვიყავი, ქვეცნობიერად ამ სწავლებლებს ვეძებდი ამ სწავლებას. არ მაინტერესებდა თამაში და გართობა, ანუ მე უკვე გავლილი მქონდა ის გამოცდილება და მაინც ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს. აქ ყველაფერი გვაქვს დროებით. როცა სული დატოვებს სხეულს, ის აქედან ვერაფერს წაიღებს. ერთადერთი თუ მიეცა საშუალება ამ ცხოვრებაში შეხვდეს თავის ტყუპ სულს და გაერთიანდეს მასთან. შესაძლებელი ალბათ რომ ერთად გავიდნენ. შიშველნი მოვალდით და შიშველნი წავალთ. რაც გონია რომ ჩვენია რეალურად არაფერი არ გვეკუთვნის. აქ რაც მატერიალურია. გაუშვით ყველა მიჯაჭვულობა, ანუ სულში უნდა გქონდეთ მდგომარეობა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მასზე უარის თქმა. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთს ან რამდენიმე პაზლს, რეალური მთელი სურათი კი სხვანაირია. რეალურად ყველაზე ფასდაუდებელი ჩემთვის პირადად არის ის, რასაც ახლა გავდივართ და ყველასი და ყველაფრის მადლობელი ვარ, რაც ამ გზაზე, რამაც და ვინც ამ გზაზე დამაყენა და ამ წერტილში მომიყვანა. და როცა არაფერზე აღარ ხარ მიჯაჭვული, ხვდები რომ მთელი სამყარო შენს ხელთაა, ყველაფერს ქმნი შენ, რომელიც მხოლოდ თამაშია, მატრიცა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ჩვენ სინამდვილეში დაკავშირებული ვართ ჩვენს უმაღლეს მესთან. ჩვენი არჩევანი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენი ნების გარეშე არაფერი არ ხდება. ზევიდან მით უმეტეს არავინ არაფერს არ გაძალებს, არავინ არაფერს არ გამოხატავს, არც დახმარებას, სანამ შენ ნებას არ გამოხატავ და სურვილს. და თქვენი არჩევანი იქნება გადამწყვეტი, რასაც მოინდომებთ, ისე იქნება. ესე იგი, თქვენი ნაწილი ღვთისა შემადგენელი უმაღლესი დონის სულისა მთლიანად არ იმყოფება თქვენთან ერთად დედამიწაზე. ის შეიძლება ერთდროულად იმყოფებოდეს სხვადასხვა ადგილას და აკეთოს სხვადასხვა საქმე, რაზეც ზევით ვამბობდი. სადაც თქვენი ფიქრებია, იქ არის თქვენი რეალობა. თქვენ შეგიძლიათ საქმიანობდეთ სხვადასხვა ადგილას, სხვა კონტრაქტებით, უკვე სხვა უფრო მაღალ ვიბრაციებზე. თქვენ შეგიძლიათ იყოთ დაბალი ვიბრაციების კონტრაქტებზე ან მაღალი ვიბრაციების კონტრაქტებზე. თუ თქვენ შემოატრიალებთ თქვენ სამყაროს და გაახვალთ სულიერი ზრდის სამყაროში, თქვენ თანხმდებით ახალ კონტრაქტებზე უკვე უფრო გაცნობიერებულ, გაღვიძებულ ცხოვრებაში. ჩვენს თავს ვათავსებთ ორ რეალობაში. რას ნიშნავს ორეული? ალბათ გაგიგიათ ორეულების შესახებ. ანუ ორეული არის, რასაც ხედავთ, როგორც ვთქვი, სადაც არის თქვენი ყურადღება, იქ არის თქვენი რეალობა. როცა თქვენი ყურადღება სხვა ადგილზეა, რაღაცას აკეთებთ, რაღაც პროცესში ხართ, არსით, იქ ჩნდება თქვენი ორეული. ეს არის რეალობა. იმ მომენტში, ანუ შეგიძლიათ იყოთ იქაც და აქაც ერთდროულად. ხედავდეთ ამ სურათსაც და იმ სურათსაც. როცა თქვენი სხეული ხდება მაღალ ვიბრაციული და იმ მაღალ ვიბრაციებზე ხდება მკვრივი, თქვენ უკვე ძლიერ ტრანსფორმირებული სიმძლავრის ველები გაქვთ ირგვლივ. როცა შევსებული ხართ სინათლით, მაშინ თქვენი ორეული შეიძლება იყოს ხელშესახებიც იმათთვის, ვინც არის მის ირგვლივ. მაგალითად, ამ რეალობაში თქვენ ათავსებთ თქვენ თავს სხვა ქვეყანაში და თუ თქვენი ვიბრაციები მაღალია, მაშინ თქვენი ორეული შეიძლება იყოს რეალური, ანუ იყოს მკვრივი. შეიძლება თქვენ წაგიკითხავთ კიდევაც წიგნები კარლოს კასტანედასი
აღწერდა თავის გამოცდილებასა და ზაგზავნიდა თავის ორეულებს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა საქმეების შესასრულებლად. კი ასეთი რამეც არსებობს. რას ნიშნავს განათებული ცნობიერი? როცა ჩვენი ყველა უჯრედის მეხსიერება გახსნილია, როცა ყველა უჯრედი განათებულია სული წმინდით, მაშინ ხდება ეს გამონათება. თქვენი სხეული გადაეწყობა ახალ ვიბრაციულ განზომილებაში, გასხვივოსნებული. ეს არის, ვინც გაანათა თავისი უჯრედები. შეავსო ის სინათლით და სიყვარულით, ვინც აცნობიერებს, რომ თვითონ ეგო არ არის, არამედ არის უჯრედული სტრუქტურა. ვინც აცნობიერებს, რომ თვითონ არის ყველაფერი ერთდროულად, რომ ის არის ერთი უჯრედი, ერთი დიდი მთლიანის და მასში ბევრი უჯრედია, რომელსაც ის აკონტროლებს თავისი ცნობიერით, ქვეცნობიერით და ფიქრებით. ასე ფორმირდება ორეულები. ცნობიერადად შეგვიძლია ორეულების შექმნა. წარმოვიდგენთ თავს რაღაც სიტუაციაში, სადაც უფრო მეტ დეტალს დავინახავთ, უფრო მეტ ენერგიას ვაგზავნით, მით უფრო მეტად ის ხდება რეალური. ჩვენი ტვინი არის მთელი სამყარო, პლანეტები, იმპულსები, რომლებიც ქმნიან პროცესებს. მთავარია გავიხსენოთ ჩვენი წარმომავლობა უჯრედის დონეზე, გავიხსენოთ ჩვენი ნათელი სხეული. მერკაბა. ეს არის ადამიანის სინათლის სხეული, ენერგეტიკული ველი, სადაც ერთდება გონება, გული და სხეული. მერკაბა აქვს ყველა ცოცხალ არსებას. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ორ მტრიალში არიან ჩაძირულნი, მათ მერკაბას სცინავს. ის აქტიურდება, როცა ადამიანი სიყვარულის ვიბრაციებზე იმყოფება, ანუ ადამიანს შეუძლია გაააქტიუროს მერკაბა გაუცნობიერებლად, როცა თელთან ხდება შერწყმა, როცა გააცნობიერებს, რომ ერთი მთელის ნაწილია, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაააქტიურდეს სპონტანურად. შეიძლება ასევე გააქტიურება სპეციალურად პრაქტიკებით. ჩვენი ცნობიერი დარბის იქით-აქეთ. ჩვენი ფიქრები ქაოსურია, ხან ერთ დონეზე ვართ, ხან მეორე დონეზე, მთელი დღის განმავლობაში კი არა და 1 საათის განმავლობაში შეგვიძლია ვიყოთ ცნობიერი სხვადასხვა დონეზე. უნდა ვისწავლოთ ერთ დონეზე გაჩერება. შინაგანად უნდა დავმშვიდდეთ და მივიღოთ ერთი რეალობა, სადაც ერთი მთლიანი ვართ, სადაც ვართ სიყვარული, უპირობო სიყვარული, ენერგია, ენერგიული არსება, რომელიც გადის გამოცდილებას ფიზიკურ სხეულში. ამას რომ დავემკვიდრებთ ჩვენს თავებში, მაშინ მოდის სიმშვიდე. ცნობიერი აღარ დახტის. იქით-აქეთ ჯერდებით წერტილში და თამაში წყვეტს აზრს.